ბოლო 2 დღეა საქართველოს მასშტაბით გაუარესებულია კლიმატური პირობები, განსაკუთრებულად ინტენსიური თოვა არის თბილისის სენაკი, ლესელის, გორი, რიკოთის მონაკვეთზე, გუშინდელი საღამო განსაკუთრებულად მძიმე იყო, ვინაიდან იყო ინტენსიური თოვა, იყო ქარბუქი, რაც ხელს უშლიდა ხილვადობას და შეზღუდული იყო ხილვადობა და მოძრაობა ფაქტიურად შეუძლებელი იყო, ამიტომ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ კლიმატური პირობების გამოსწორებამდე შეგვეძღუდა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. დღესაც ინტენსიურად არის თოვა და ასევე რიგ მონაკვეთებში შეიმჩნევა ქარი. 24 საათის განმავლობაში მუშაობს შესაბამისი ტექნიკები და ხდება გზის გაწმენდა და ტექნიკური მარილის მოყრა. ჩვენი თხოვნა და მოწოდება, რომ თუ აუცილებლობა არ არის თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით და პირიქით დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით გადაადგილება თავი შეიკავოთ აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილებისათვის, ხოლო თუ გადაადგილდებით აუცილებლად იყოთ იქონიოთ ტექნიკურად გამართული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილი არის შესაბამისი ზამთრის საბურავებით.